ჯონ უოტსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუკი მას 12 ჯანმრთელი ახალშობილის აღზრდას მიანდობდნენ, იგი მათ ნებისმიერ ვინმე ჩამოყალიბებას შეძლებდა, იქნებოდა ეს ექიმი, ადვოკატი, ხელოვანი, მათხოვარი თუ ქურდი, მათი გენეტიკური მემკვიდრეობისა და წარმომავლობის მიუხედავად. თავდაპირველად მან პატარა ალბერტის ექსპერიმენტი ჩაატარა და მოგვიანებით საკუთარი თეორია თავისივე შვილების აღზრდისას გამოიყენა. შინაარსობრივად, უოტსონმა მეცნიერული მეთოდები ფსიქოლოგიას დაუკავშირა და ახალ მიდგომას ბიჰევიორიზმი უწოდა. პატარა ალბერტის ექსპერიმენტში უოტსონმა კლასიკური განპირობებულობის გამოყენებით პატარა ბიჭს ვირთხის შიში დაასწავლა. მანამდე პავლომა გვიჩვენა, რომ განპირობების გზით შესაძლებელია მემკვიდრეობით მიღებული ამა თუ იმ ბიოლოგიური უკავშირის გარეგანი ზემოქმედების შედეგად გამოწვევა. ექსპერიმენტის ჩასატარებლად უოტსონმა და მისმა ასისტენტმა, როსალი რეინერმა ბიჭუნა იმ ოთახში მოათავსეს, სადაც თეთრი ფერის ვირთხას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება. თავდაპირველად ბიჭს შიში არ გამოულენია და თავისუფლად შედიოდა ვირთხასთან კონტაქტში. ექსპერიმენტის შემდგომ ეტაპზე რეინერმა მეტალის სვეტისთვის ჩაქუჩის დარტყმა და ხმაურის გამოწვევა დაიწყო მაშინვე, როგორც კი ბიჭი ვირთხასთან შეხებას შეეცდებოდა. შედეგად შეშინებული ალბერტი ტირილს იწყებდა. რეინერმა და უოტსონმა განაგრძეს იგივეს განმეორება და საბოლოოდ ალბერტმა ვირთხისგან გაქცევა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაისწავლა ვირთხის შიში. რამდენიმე კვირის შემდეგ ალბერტს უკვე ნებისმიერ თმიან საგანთან უჭირდა შეხება, რამაც აჩვენა, რომ მისი მდგომარეობა არა მხოლოდ დასწავლილი იქნა, არამედ განზოგადებულიც. უოტსონი ვარაუდობდა, რომ ქცევა წარმოადგენს გამოწვეულ რეფლექსს, ან ჩვენი ინდივიდუალური ისტორიის, ანუ ძველი გამოცდილებებისა და დასჯის შედეგად მიღებული სიმაგრეების ჩვენს ახლანდელ მოტივირებულ მდგომარეობასა და ახალ სტიმულებთან შერწყმის შედეგია. ფროიდისა და იუნგისგან განსხვავებით, მას არ აინტერესებდა ფიქრები და ბუნება, რადგან მისი აზრით, ქცევებისა და რეაქციების ანალიზი ერთადერთი მართებული გზა იყო, რომ მეცნიერება ფსიქოლოგიასთან დაეკავშირებინათ და ადამიანის ქცევაში უფრო ობიექტურად ჩაეხედათ. იგი ფსიქოლოგიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ერთ-ერთ ობიექტურ განშტოებად განიხილავდა და აცხადებდა, რომ ფსიქოლოგიის მიზანია იწინასწარმეტყველოს და აკონტროლოს ქცევა. მისი თანამედროვე ბიჰევიორისტების მსგავსად, მასაც სჯეროდა, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი აღეზრდება, განაპირობებს მის ინტელექტს, ტემპერამენტსა და პიროვნებას. უოტსონმა გამოსცა წიგნი ფსიქოლოგიური ზრუნვა ჩვილსა და ბავშვზე, რომელშიც მშობლებს ურჩევდა, რომ შვილები ზედმეტი შეხებით არ გაენებიურებინათ და მათთან ემოციური დისტანცია შეენარჩუნებინათ, რათა არ გაეთამამებინათ ბავშვები. იგი ირწმუნებოდა, რომ ბავშვებთან თამაში მათ რუტინას ხელს უშლიდა, ხოლო ბედნიერი ბავშვი არც იტირებს და არც ყურადღების წყურვილი ექნება. მისი წიგნი იმ დროის ბესტსელერი გახდა და მალევე სხვა მეცნიერებმაც დაიწყეს რჩევების გაცემა მიჯაჭვულობის გამოხატვის საწინააღმდეგოდ. ზოგიერთმა დასავლურმა ხელისუფლებამ დაიწყო ბუკლეტების გავრცელება, სადაც მშობლებს ურჩევდნენ ბავშვებისთვის კოცნისაგან თავი შეეკავებინათ. მშობლებში განვითარდა იდეა, რომ ბავშვებს მთელი დღე წყნარად უნდა გაეტარებინათ და ღამღამობით მარტო ყოფილიყვნენ მანამ, სანამ არ ჩაეძინებოდათ, ამას ძილის ვარჯიში ეწოდა. უოტსონს, ვინც რთული ბავშვობა გამოიარა, სურდა კარგი მამა ყოფილიყო და საკუთარი მეთოდები თავისი 4 შვილის, ჯონის, მერის, ჯეიმსისა და უილიამის აღზრდაში გამოიყენა. სამწუხაროდ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. ჯონი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ძლიერი თავის ტკივილების შესახებ ჩიოდა და 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერის მასზე იყო დამოკიდებული და მისი ძმის, ჯეიმსის მსგავსად თვითმკვლელობაც სცადა. უოტსონი დიდი ალბათობით ნანობდა წიგნის გამოშვებას ბავშვის აღზრდაზე, რადგანაც მიხვდა, რომ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები განდეგილად გაატარა და 1958 წელს გარდაიცვალა. მანამდე კი თავისი ყველა მიმდინარე ნაშრომი დაწვა. თქვენ რას ფიქრობთ? უოტსონი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი აღზრდაზეა დამოკიდებული. იგი ამტკიცებდა, რომ ბავშვის იმად ქცევას შეძლებდა, რადაც მოინდომებდა. მის ოჯახში თაობიდან თაობებს დეპრესია და არასასურველი ჩვევები გადაეცემოდა. თქვენი აზრით ეს მათი გენეტიკური მემკვიდრეობის ეფექტიდან გამომდინარეობს თუ წარუმატებელი აღზრდის შედეგია? დაგვიტოვეთ თქვენი მსჯელობა კომენტარებში. რაც შეეხება ამ ვიდეოს, იგილიზი მეჟდოიანმა თარგმნა და განხმოვანებულია Microsoft-ის მიერ შექმნილი ამეტყველების საშუალებით. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო სასარგებლოა, გაუზიარეთ მეგობრებს.